შევეხოთ ჩვენს ქალაქში მიმდინარე ძველი ციხის დემონტაჟის საკითხს. ქუთაისში საკრებულოს ხდომაზე საუბარი შეეხო ყოფილი საგუბერნიო ციხის საკითხს. საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე მიქაუტაძის თქმით, შეიძლებოდა ყოფილი ციხის შენობისთვის სხვა ფუნქცია, დანიშნულების მინიჭება, ისე რომ შენარჩუნებული იყო არქიტექტურა. ქალაქმა კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის შემატების სანაცვლოდ დაკარგა ისტორიული მნიშვნელობის შენობა და მისი ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალი. უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც საკრებულოს ხდომაზე ჩემს კოლეგებს მოახსენე, ჩვენ გვაქვს სურვილი და პრეტენზია იმისი, რომ წარმოვადგინთ ძველ ქალაქს, რომელსაც 1000-წლოვანი, 3500 წლოვანი ისტორია აქვს, თითოეული ძეგლი, თითოეული შენობა, რომელიც რაღაც გარკვეულ ასაკს ითვლის და წარმოდგენილია კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამავდროულად საგულისხმოა, რომ მიმდინარე დემონტაჟი, ანუ ეს ტერიტორია წარმოდგენილია ქალაქის ცენტრალურ ადგილზე და წარმოადგენს 2022 წლიდან კერძო საკუთრებას, სწორედ კერძო საკუთრების პატივისცემით, მაგრამ ამავდროულად ქალაქის ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოქმედებდეთ. შეიძლება და აქ წარმოდგენილი იყო გარკვეული კულტურული ან საგანმანათლებლო სივრცეები, რომელიც წარადგებოდა ქალაქის იერსახის შენარჩუნებას, მის ხვალინდელ დღეს და სამწუხაროა, რომ კოეფიციენტის განსაზღვრა იქნება, შენობის დემონტაჟი იქნება თუ სხვა რამ, რაც ქალაქის იერსახეს შეეხება, გარკვეული ნაწილი მოხელეების და შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნებაც ეგიდება გულგრილად. საბჭოთა ოკუპაციის ნარჩენები საერთოდ არ იქნება ჩვენს ქალაქში. რაც შეეხება აი 3500 წელზე რომ ბრძანეთ, ძალიან სერიოზულად მუშაობენ ჩვენი არქეოლოგები და უკვე რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენები არის, რომ მალე გამოუვას მასკაროზე, რომ ჩვენ უკვე მტკიცებულებები გვექნება არგონავტების მისიის, იმ პერიოდის ქალაქის არსებობის და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი ქალაქის ისტორიულ შენობებს უნდა მივხედოთ, ამ კუთხით მუშაობს მერია აქტიურად და ეს რა თქმა უნდა ყველასათვის მისაღები და აუცილებელია. რაც შეეხება ამ ციხესთან ჩემ პირად მოსაზრებას გეუბნებით, რომ მე ჩემთვის ის იგივდება რუსული ოკუპაციასთან და საბჭოთა ოკუპაციას, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის ოკუპაციასთან, შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში. დევნებთ თვალყურს, რა თქმა უნდა, ამ Facebook გვერდებზეც, სოციალურ ქსელებშიც ამასთან დაკავშირებით გამოხმაურებას. მანდ ხა ყველა მიცით თელ ქალაქში რომ იყო ანტისანიტარია, იყო გაუსაზესი მდგომარეობა, ახლომდებარე მოსახლეობისთვისაც და ისინი თვითონ არ მგონია რომ იყვნენ უკმაყოფილო თუ ის ადგილი გასუფთავდება და იქ არა მარტო კორპუსების შენებობაზე ალაპარაკი, იქ არის თქვათ სხვადასხვა სივრცეებზე, კომერციულ ფართებზე საუბარი, რომელიცაც დაიკავებს პირველი სართულები და თან იყო მანდ თქვათ манипуლირება იმისი რომ იყო ეკლესია, აი ეკლესიას ვიღაცა ანგრევს და არა. საპატრიარქო და მეუფემ გაცილებით მეტი ინფორმაცია იცის ყველაფერზე და არავინ არავის არ მისცემს უფლებას ეკლესია დაინგრეს, ის იყო უბრალოდ პატიმრების სამლოცველო ადგილი, როგორც ყველა ციხეს აქ და ჩემთვისაც როგორც ბატონმა ჭიღვარიამ ახსენა, ის არის ჩემთვის ახლა ერთი წამების და უბედურების ადგილი და ამიტომ არ მგონია რომ ის იყოს ქალაქისთვის ცუდი და დარწმუნებული იყოს ქალაქის მოსახლეობა და ის აქტივისტებიც ვინც ამაზე ძალიან აქტიურობენ რომ ქალაქის ინტერესების და მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი გუნდი არასოდეს არ წავა. ყოფილი საგუბერნიო ციხე და მასთან დაკავშირებული 1 ჰექტრამდე ფართობი 2021 წელს 1.745.000 ლარად გაიყიდა. ამ ეტაპზე მიუხედავად სამოქალაქო სექტორის პროტესტისა, შენობის ნგრევის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმება.